ჩვენ საუბრობთ სილამაზეზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. შოთი არველაძემ მასწავლა ლამაზი ქალი, მოვლილი ქალი. როგორ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. კრემიდან კრემამდე, ჟრატიდან კრემამდე. გონია რომ ვიცი, მიმიკა არა მაგ. ბებია, მაშინ იყო ბებია. ეხა თავსაფრით და წინსაფრით. და აი აქ ერთვება ზუსტად ის რა ვთქვი, დისციპლინა. ძალიან დიდხანს არ დავბერდეთ. სიბერე ესეთი გამოწვევა აღარ არის. არაჩვეულებრივი პროგრამა აქვს პიგმენტურ თუ ლაქებზე. ამას თელ გულს არდებ და არაკეთებ სიყვარულით, არაფერს აზრი არ აქვს. მოგესალმებით, ეს არის Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. ჩვენ ვსაუბრობთ სილამაზეზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მიღწევებზე სამედიცინო, ესთეტიკურ მედიცინაში და როგორ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ძალიან სასიამოვნო ქალბატონი, ნინჩო ჯიბლაძე, რომელიც არის კომპანია Galf-ის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელი Bliss Yoga-ში და ინტერიორიზმოს, ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელი. ნინჩო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმარი რომ ხარ. დიდი მადლობა. ასევე ავღნიშნოთ მინდა სალომე რომ დღეს ესე ლამაზად რომ გამოიყურება ჩვენი სტუდია, ეს არის დამსახურება ინტერიორიზმოსი. ძალიან ლამაზი ავეჯი, განსაკუთრებულად მიყვარს თქვენი მაღაზია, ყოველთვის ძალიან გემოვნებიანი და ლამაზი ავეჯი გაქვთ და ძალიან დიდი ჩვენ მადლობა. სტუდიასაც ეთყობა ნამდვილად. კი, მადლობა ნინო მობრძანებისთვის. მადლობა. ძალიან ლამაზად გამოიყურებით. ასევე თქვენც. დღევანდელ რუტინაში, როდესაც ესე გვიწევს სამსახური, ოჯახი და ბევრი სხვა, და მნიშვნელოვანია, რომ ქალმა თავის თავს დაუთმოს დრო. თუმცა ამას ცოტა აღნიშნავენ ხოლმე, რომ ქალბატონები რომ ძალიან რთულია ამ ყველაფრის მოხერხება. თქვენ ამისი ძალიან ესეთი ნათელი მაგალითი ხართ, რომ ამ ყველაფერს ერთად ახერხებთ და თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ სანამ ნინჩო უპასუხებს ჩართვას გავაკეთებ, იმის გარდა რომ რამდენი კომპანია ჩამოვთვალე, ასე შემდეგ, ნინჩო ძალიან კარგად ახერხებს, რომ წარუძღვეს სოციალურ ქსელს და აქვს ძალიან კარგი ბლოგი 40+ ქალებისთვის. ძალიან საინტერესო რჩევები გაქვს ხოლმე ნინჩო და დღეს ველოდებით შეგასწრებს. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. სულ მოუთმელად ველოდებოდი ამ პოდკასტს, იმიტომ რომ ვიცი ზუსტად რომ ძალიან საინტერესოდ წაიყვანს სალომე, მით უმეტეს ნატალია ერთად წავიყვანთ. ხო, ზუსტად ამას აღნიშნავ, რომ ერთად გამოვა, მე მგონი ძალიან საინტერესო ტანდემი თქვენი და იმ ადამიანებს ველოდებით ყველა, ვინც სხვათა შორის ბევრ სიტყვის და ვინც ბევრად არ ჩანს. აი ესეთი რესპონდენტები ალბათ ძალიან საინტერესო იქნება, რომ თქვენი მიზანი სწორედ ეს იქნება. კი, და ეს რჩევები, რომელსაც გააჟღერებს ეს ხალხი თქვენი მეშვეობით, არასოდეს არსად არ ქრება, იმიტომ რომ ზუსტად ისეთი ჩვევები მაქვს ჩემ თავთანაც ჩადებული, რომ სადღაც გამიგია ვიღაცას უთქვავს. ეს პროფესიონალური გვერდები, მით უმეტეს კარგი პოდკასტები, ვისაც მიყავთ იმ ადამიანებისგან ძალიან ხშირად ვსწავლობთ ხოლმე ყველა დანარჩენი რისთვის არის, ხო, რომ აი თუნდაც 1-2 კარგი რჩევა დაგამახსოვრდეს, ბევრს ნიშნავს რა და იმ შეკითხვიდან გამომდინარე, ხა თუ გადავხედავ ჩემს დატვირთულ დღის გრაფიკს, მართლა არის დატვირთული, არა მარტო ალბათ ჩემი, მე ვისაც ვიცნობ დღესდღეობით, აი ვინც საერთოდ რაღაცას აკეთებს, არც ვიცი როგორ ახერხებს ეს ხალხი, რომ ნორმალური ნერვები შეინარჩუნოს და იგივე ენერგია კონდეს, რომ დილასაც იმიტომ რომ როდის იწყება დილა, არ ვიცი, ჩემი დილა პირადად იწყება ძალიან ადრე, იმიტომ რომ მე ვერაფერს ვერ ვასწრებ, გადმოვიტანე, გაღვიძება და ზაფხულში, მაგალითად ზაფხულში, როდესაც მზე ამოდის, მაშინ ვიღვიძებ, 6 საათზე უკვე ვდგები. და ძალიან ბევრ რაღაცას ვასწრებ ამის ხარჯზე. და რომელ საათზე იძინებ? სხვათა შორის, აი მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ ბევრ რაღაცაში სალომე რაღაცნაირად სამაგალითო ვიყო, რაც არ არის ჩემში არანაირად მისაბაძ და სამაგალითო არის ის, რომ ჩემს საკუთარ ძილს ვერ იძინებ, ანუ 12-ის მერე იძინებ. ძილი ჩემი ძალიან დიდი მინუსია, ასე ვთქვათ, სხვა ბევრ მინუსთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ ძილს ვერაფერი ვერ უქენი, მაგრამ სხვას რა თქმა უნდა ურჩევ, რომ ძალიან კარგი და სავალდებულოა 7 საათი ძილი. უბრალოდ ეს ვისაც არ მე მაგალითად არ გამომდის. მე აუცილებლად უნდა გამომივიდეს, იმიტომ რომ სხვანაირად ვარ
აღარ უნარო, აი 7 საათი უნდა მეძინოს. კი, სხვათა შორის ესეც არის, რაღაცა პლუს ასაკებში რო გადადიხარ, უფრო და უფრო ნაკლები ძილი გჭირდება და ამიტომ ეს ერთ-ერთი კარგი პლუსია, პლუს მაგალითად 40 ზემოთ კიდე მე უკვე ხა პლუს 50 ვარ და ანუ 6 საათი ძილი. 50 ხარ? კი. 51-ის გავხდები. ხარი, იმიტომ რომ საჩუქარს გიმზადებთ და ვფიქრობდით კითხვის დასმა არ გვინდოდა, იმიტომ რომ იმდენად კარგად გამოიყურებით, რომ გადასარევია უკვე მე მგონია რომ 50 პლუსიც დღევანდელ რეალობაში არაფერი აღარ არის. ხო, ამბობენ რომ 30 პლუს ნიშნავს. 50 ახალი 30. ხან იყო ესეთი კარდაშიანმა დადო დეკას აპარატის, ესე იგი უნდა პრო და დააწერა რომ ეს არის ჩემი ახალი მეგობარი. ხო, იმიტომ რომ აი ამ მეგობრობაში იყო ჩართული ზუსტად ის, რომ ისა თუ ეს პროცედურა მის ბუნებრიობას უნარჩუნებს. აი თქვენ როგორ რას გვეტყოდით, ან რა არის თქვენთვის ესეთი საინტერესო პროცედურები, რომელიც აი ამ ბუნებრიობას და ასევე სილამაზეს ინარჩუნებს. ახალგაზრდობას. თავარი ალბათ ჩემი ცხოვრებაში პირადად ახლა ჩემს საკუთარ დღის განრიგს თუ გადავხედავ და გასულ წლებს უფრო არის დისციპლინა. და დისციპლინიდან გამომდინარე იმის შესრულება, რასაც დაუშვათ დავიწყებ. აი ძალიან არ მიყვარს, როდესაც რაღაცას დავიწყებ და დავტოვებ. აი იგივე კურსია, როდესაც სახის მოვლის კურსი იღებ თუ არის ეს დაუშვათ 5 პროცედურა, ხო? აი რამდენს უკითხავს, რომ აი მე რა არის ეგ პროცედურა, რომ გაიკეთე, ხა იქ დავინახე ვიდეოში რაღაც ეკეთებ, მირჩევ, ვურჩიე დაუშვათ ვიღაცას, ხო? ერთს გაიკეთებს, დაანებებს და მე გეუბნება საყვედურს, რომ მე არ მომიხედა. აი რამდენი გაიკეთე, რომ ეკითხები, გაიკეთე, ჩაიტარე ეს როგორც გირჩია დაუშვათ სპეციალისტმა. არა, ერთი გავიკეთე, არა, აი ესეთი რაღაცეები ძალიან ზოგადად ყველაფერს არის დავამატებ მე როგორც პროფესიონალი ამ საკითხში. ერთი არის ეს ყოველთვის ერთჯერადი, რომელიც მაქსიმალურად 1 თვის განმავლობაში შესაძლებელია, რომ გააჩნია პროცედურას, არის ერთჯერადი პროცედურები თავისთავად პროცედურებიც და არის გააჩნია რომელი პროცედურა, რომელიც კურსს მოითხოვს. რა თქმა უნდა, სადაც კურსი არის, იმიტომ უსმენ ხას, სადაც კურსია, იქ აუცილებლად იმისათვის, რომ ხანგრძლივი ეფექტი გქონდეს, იქ შესაძლებელია, რომ რა თქმა უნდა, ის ერთჯერადი არ იყოს საკმარისი. თუმცა ერთჯერადი ერთვება ზუსტად ის, რაც ვთქვი, დისციპლინა, იმიტომ რომ ეგ არის ყველაფერს შეგაძლებინებს ადამიანს თუ ხარ ზოგადად დისციპლინირებული და შრომის მოყარე ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, იმიტომ რომ დისციპლინა აი მარტო საქმეში არა. პირად ცხოვრება აბსოლუტურად ოჯახში, შვილებთან, ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დისციპლინა. პირველი რაც მაგას ვიძახი, რაც დაუშვათ მაღვიძებს დილას, ხო, ეხლა რა გაღვიძებს ადამიანს დილას 6 საათზე, სულ ყველა მეჭხოვება, რატო იღვიძებ ესე ადრე დაიძინე და ვერ ვასწრებ და რას ვერ ასწრებ, რომ მეკითხებიან დილას რო ვიღვიძებ. ყველა როგორც ნორმალური ადამიანი. აი რუტინა მოგვიყევი შენი დილის ძალიან საინტერესო. დილას მართლა ესეა და ამას რა ვიცი, ალბათ 10 წელი, 12 წელია ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში, რომ დღე არ გამიცდენია დილას რო ვიღვიძებ. პირველი, რა თქმა უნდა, შხაპის შემდეგ 1 საათი მჭირდება, რომ ყველაფერი, რაც მაქვს, ჩემი საყვარელი ახლა 50 წელს გადაცილებული ადამიანისთვის შესაფერისი სახის კოსმეტიკა გამოვიტანე. აი სხვათა შორის ბევრს გაუკვირდება 1 საათი, რო თქვი, რომ აი სახის კანის მოლოს დაუთმო დილით 1 საათი. აი რას აკეთებ ამ 1 საათში? დაბანა, დატენიანება, აუცილებლად რამოდენიმე სხვადასხვა ტონალური ჟელოდების შრატისან. მე იმის გაშრობა, ამის გაშრობა, ამასობაში ძალიან მიყვარს ქვები. და სუქვებით მასაჟის გაკეთება, ამას დილას უთმობ 1 საათი ჭირდება იქიდან კრემიდან კრემამდე, შრატიდან კრემამდე და თვალი, შუბლი, ყელი, ეს არის ჩემი საყვარელი დღის მომენტი და თითქმის ვერასოდეს ვერ ვთმობ. აი თუ სადღაც არ მიფრინავ და ის დილა არის, როდესაც სახლი უნდა გავიდე. აი ვერასოდეს ვერ ვთმობ, აი ყველაფერი შემიძლია რომ ჩავანაცვლო, მაგრამ დილას თუ არ მივხედე თავს და ღამე და მე ვიცინი ჩემთვიზე ესე დათვლილი მაქვს 24 სხვადასხვა რატი კრემი რაც ქვია პარფიუმერია ხო? თავის მოვლის პროდუქცია, თავის მოვლის პროდუქცია და 24 წელი მაქვს და 24-ს რო ღამე მიუკაკუნებ ის ძალიან მიყვარს მე ის დღე. ანუ პროცედურებს უფრო ანიჭებ, რა პროცედურებს უფრო სწორად რო დავსვაკითხა, რა პროცედურებს მე ვფიქრობ, რომ მე ძალიან ბევრი წელი ვიკეთებ ჩემთვის, აი პირადად ყველაზე საყვარელი პროცედურა არის ყველა რომელიც კეთდება
ინექციის შეყვანით სახეში და ჩქარ-ჩქარ. ანუ არის ეს პლაზმა ლიფტინგი მეზოთერაპია. მსგავსი აი რაღაც. კი, გამიკეთებიათ ძალიან კარგი პროცედურა, სხვათა შორის მეზოთერაპიები, ბიორევიტალიზაციები, რასაც ვფიქრობ ყველას ასე თუ ისე ყველას დღის წესრიგში დგას ეს, ხო, რაღაცა ასაკის მერე განსაკუთრებით და ძალიან ხო, თუმცა ეს ისეთი ყველაზე საყვარელი პროცედურა რომელია შენი? ბიორევიტალიზაცია ჩემი არის ყველაზე ერთ-ერთი საყვარელი, რომელმაც სხვათა შორის ძალიან ბევრი წელი კარგად მატარა, აი ანუ ეხლა მე ხო არ ვამბობ, რომ დავუშვათ ადამიანს ყოველს ერთნაირი კანი აქვს, ხო მე თვითონ არ მერგო ესე ბუნებრივად კარგი კანი, მქონდა ყოველთვის ჩვეულებრივი კანი, აი რა ვიცი, რა გიტყვით, მაგრამ მოვლის სწორი მოვლით შეიძლება რომ გამოისწორო კანის სტრუქტურა. კი, სტრუქტურაც და ისედაც აი რო გეგონოს რომ მართლა გაქვს შენ თავისთვის ყველაზე საუკეთესო მოვლილი კანი ძალიან მნიშვნელოვანია. მოვლილი კანს აქვს ძალიან დიდი ხიბლი, ასე ვთქვათ, აი მაგიტომაც ბევრ დროს ქალები ხშირად ხო, უთმობთ. ლამაზი ქალი, მოვლილი ქალი, მე ვფიქრობ მოვლილი ქალი უკვე ლამაზი ქალია. სილამაზეც ახლა რაღაცა სტანდარტი. სილამაზეც შინაგანად ყველა ქალში არის ემოციებსია. სილამაზე. ყველა ადამიანში ნებისმიერ ქალი თავისთავად არის ლამაზი. უბრალოდ უნდა იპოვოს ის სილამაზე, რაც თვითონ აქვს და არ შეიძლება რომ ადამიანში არ იყოს ლამაზი ნაწილი და იმაზე კონცენტრირება არის მგონია მთავარი, რომ ის იპოვო რაშიც შრაც შენში არის ყველაზე ლამაზი და ის გამოაჩინო და იმაზე გააკეთო შენი დავუშვათ აქცენტი, თავის მოვლა. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა, ახლა 50 პლუს ქალისთვის, თუნდაც 40 პლუს ქალისთვის მარტივია მაგის თქმა, იმიტომ რომ მეტნაკლებად უკვე რაღაც გამოვლილი გაქვს, მეტნაკლებად იცნობ შენ თავს და ნაპოვნი გაქვს შენი თავი, თუმცა ახალგაზრდებში, ხო? რაღაცა სულ არიან ამ თავის ზიებაში და აი მე როგორ რჩევას მიცემდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა გვისმენენ. როგორ უნდა აი ახლა შენ რასაც ამბობ, ხო? აი როგორ უნდა იპოვონ თავის მე თავი? ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა იპოვონ თავის თავში ძალა და უყვარდეთ თავის თავი, იმიტომ რომ აი ეს ყველა პროცედურა და ნებისმიერი აი ეს ზოგადად მარტივია გიყვარდეს შენი თავი, მაგრამ ესე აი როგორ გიყვარდეს გეტყვი. აი ჩემი პირველი მაგალითად ოცნება ძალიან ბევრი წელი დავდიოდი ამერიკაში და ვათვალიერებდი ხოლმე ამერიკაში სწავლობდი მე და ვათვალიერებდი ხოლმე იმ ვიტრინებს და ძალიან მომწონდა კლინიკის რეკლამა. აი გიждდებოდი ამ კლინიკის რეკლამას და იქიდო ეს საპონი. თავისი მთელი იმეებით რა ქვია. მაშინ ხა მახსოვს ძალიან კარგად რომ ვერც დავიმახსოვრი საერთოდ ამ ბრენდი რა იყო რაღაც, მაგრამ მახსოვს აი ძალიან ლამაზად იდო ეს საპონი, კრემები რაღაცები და რამდენი არ ჩავლიდი, სულ მინდოდა რომ ეს მეყიდა და მახსოვს რომ როცა ვიყიდე ეს საპონი და ვიყიდე ეს პირველი კრემი და თვალის კრემი თუ არ ვწდები, ისეთი რაღაცა ოცნების ახდენასავით იყო, იმიტომ რომ მაშინ ხა მე წყვებით ხა 97 წელს არ იყო ხა ეგეთ არაფერი არ იყო, ხო? კულტურა არ იყო მე ხო, მგონი, არც კულტურა იყო და არც არაფერი, მაგრამ აი ვიცოდი რომ ეს იყო ქალის დღის განუყოფელი ნაწილი რა. ამაზე ლაპარაკი ძალიან ხშირად შეიძლება ზედმეტია, შეიძლება ხან დრო არ არის იმის, მაგრამ აი ყოველ ქალმა რომ თავის თავს უნდა მიხედოს, ეს უნდა იცოდეს ძალიან პატარა ასაკში. კი, და მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უკვე საქართველოში აი ამის კულტურა შემოდის, რომ მაგალითად ადრე თუ აი კოსმეტოლოგთან ან კლინიკაში სახის კანის მოსავლელად ქალი მიდიოდა ან მამაკაცი, თქვათ, აი თვეში ერთხელ ან სამ თვეში ერთხელ გასაწმენდათ, ადრე ესე იყო ჩემ ბავშვობაში. 6 თვეში ერთხელ. ეხლა თითქოს კულტურა შემოდის, რომ აი კვირაში ერთხელ, ხო, როგორც თქვათ, აი მივდივართ ფრჩხილებს ვიწესრიგებთ, ხო, ეს რაღაცნაირი ის არის, ხო? კიდე თან დამთავრდება თუ ახალ-ახალი რაღაცები და გინდა რომ ეს ისე ვითარდება, რომ რაღაცნაირად უკვე შემოდის კულტურა და მე მგონია, რომ ნატალი ჯგუფს ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს. აი თვეში ერთხელ, ბოდიში კვირაში ერთხელ მიხვიდე, გაიკეთო სახის პროცედურა, არ არის აუცილებელი რომ ეს ინექციური იყოს ან აპარატურული პროცედურა დაიტენიანო, რა თქმა უნდა, სახლშიც ეგ თავისთავად და ნელ-ნელა მე მგონი ეს კულტურა შემოდის საქართველოში, ეს ახალგაზრდებში კიდევ უფრო. და დავამატებდი, რომ აუცილებლად სწორად შერჩეული საცხები. თქვენ ახსენებთ, რომ ხმარობთ საცხებს და
დარწმუნებული ვარ, რომ ინგრედიენტებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და რა უყურებთ თუ თქმა რა უნდა. შემცველობა აქვს, როგორი რა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხაზი იმისათვის, რომ იმისათვის რისი მიღწევაც გვინდა ჩვენი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, აუცილებლად უნდა ჩვენს ჯანმრთელობაზეც ვიზრუნოთ, იმიტომ რომ სილამაზე და ჯანმრთელობა ეს ორივე ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია და მე ძალიან თხოვდი ჩვენს მაყურებელსაც, ჯერ ყველას აბსოლუტურად, რომ მიაქციონ ძალიან დიდი ყურადღება იმ შემადგენლობებს, რა შემადგენლობებიც არის ამა თუ იმ საცხში, რასაც გადაწყვეტენ. და დავამატებდი ერთ რამეს ალბათ, რომ 50 წლის, 55 წლის ვარ ეხა თითქმის მალე 55 წლის გავხდები და ბებია მაშინ იყო ბებია, ხო? ზეთი თავსაფრით და ასე შემდეგ და ეხა თავსაფრით და წინსაფრით. და ეხანდელი ბებია ვარ უკვე და უკვე ბებიას არც მეძახის, იმიტომ რომ რაღაცა სხვანაირად ეს არის რომ გაახალგაზრდავდა, ანუ ძალიან ასაკი. ეს დამსახურება აუცილებლად არის, აი მარტო გენეტიკის არა, იმიტომ რომ გენეტიკა ეს დამტკიცებულია, რომ არის 20-25%, დანარჩენი ეს არის მოვლა. ეს არის აუცილებელი რუტინა იმისათვის, რომ ჩვენ ქალბატონებმა მაქსიმალურად შევძლოთ, რომ ყოველდღიურად უფრო გავძლიერდეთ, გვიხაროდეს, მოტივირებული ვიყოთ იმისათვის, რომ ეს წლები ესე გავაახალგაზრდაოთ და მე პირადად მაგალითად ესე ვაპირებ ძალიან დიდხანს. ნატალი, თქვი, რომ აი სწორად შერჩეული პროდუქცია. ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ხშირად რა ბლოგერები მაგალითად უცხოელი, ქართველი რაღაცას უწევენ რეკომენდაციას და გონიათ, რომ ეს ყველასთვის, ანუ გონიათ ბლოგერებს კი არ ვამბობ თვითონ მაყურებელს მაგალითად ახალგაზრდა გოგოს გონია რომ აი ეს მაგალითად ვიღაც თუ უკეთებს რეკლამას შეიძლება მისთვისაც ძალიან კარგი იყოს მაგრამ შეიძლება მისთვის არ იყოს კარგი და აბსოლუტურად პირიქით ხო ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი რომ თქვათ რაღაცას რომ ყიდულობ ან ყოველთვის გაერკვე რამდენად უხდება შენ კანს აი ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია თქვათ დაკვირვება რამდენად გჭირდება იმიტომ იყო ნახეთ ადრე პროფესიონალური ხაზი საერთოდ არ იყიდებოდა ეს მაგალითად თქვათ იხაც პროფესიონალური ხაზი არის რომელიც ყველასთვის არა პროფესიონალური ხაზი რომელიც სახში გამოყენებისთვის არის პროფესიონალური ხაზი არის რომელიც მაგალითად არ იყიდება მას მარკეტზე. ხო. მხოლოდ კოსმეტოლოგების შერჩევით. რა არის ხა მოდი ესე ვიტყვით, ხა და ვნახოთ როგორ იქნება რეალურად რა არის, რომ დაბერების წინააღმდეგ, ხო, კოლაგენი და ელასტინის ბუნებრივად წარმოქმნა. ანუ დახმარება, რომ კოლაგენის და ელასტინის დაბერებას და ჩამოშლას არ შეუწყოთ ხელი, უნდა შეუწყოთ მის აღდგენაში და არსებობს აპარატები, რომლებიც მაგალითად ბუნებრივად ჯერ რაც გვაქვს ამ ყველაფერს ბოლომდე ანადგურებს და ორმაგად წარმოქმნას უწყობს ხელს. ესეთი არის მაგალითად ერთ-ერთი დეკას აპარატებში Red Touch-ი, რომელიც ეხა მონაკოში პირველი ადგილი დაიკავა ამ აპარატმა. მეც პირადად იმდენად კარგი ისტორია მაქვს თვითონ ამ აპარატთან დაკავშირებით. მე შემიძლია ბევრი ვისაუბრო Red Touch-ი ხა ნატალი რასაც ამბობს, მე-3 წელი იქნება, ოღონდ ზამთრის პერიოდში ვიკეთებ ხოლმე და მე-3 წელია. იმის გარდა რომ კოლაგენის აღდგენას უწყობს ხელს არაჩვეულებრივი პროგრამა აქვს პიგმენტურ ლაქებზე და ნუ მე ხშირად ვსაუბრობ ამაზე იციან ჩემი პიგმენტური ლაქების პრობლემა და მართლა აი გულწრფელად ვამბობ 70 შეიძლება მეტი 80%-ით შემიმცირა კი რომ ნუ ფაქტიურად გამიქრო და ნუ თანა ეს ლიფტინგი ყველაფერზე ძალიან აქედან რომ გავდივარ ვეწერები Red Touch-ზე Red Touch-მა მე ჩემზე პირადად გარდა იმისა რომ კოლაგენის და ელასტინის აღდგენას აკეთებს ისეთი გასაოცარი ამბავია თვითონ იტალიელებს რომ მოუღევი ამ კომპანიის წარმომადგენლებს რომლებიც თვითონ აღფრთოვანებული იყვნენ დაზიანებული მქონდა აპკი ურის სადაც უკვე მივდიოდი ეს ოპერაციის გასაკეთებლად
და თლიანად აღდგენა გააკეთა მისი რედტაჩმა აი რედტაჩმა უბრალოდ მე დაიწყეს გამოკვლევა ეს იმიტომ კი არ მქონდა რედტაჩის გამოყენებული რომ ამას მომიგوارებდა უბრალოდ როგორც ახალი აპარატი როგორც ყოველთვის პირველად მე თვითონ ჩემს თავზე ამ ყველაფერს სანამ მომხმარებელს მივაწოდებ ყველა აპარატი იქნება თუ პროცედურა აბსოლუტურად მე თვითონ პრაქტიკაშიც ვიყენებ ხოლმე და ვცდი ხოლმე და აქედან გამომდინარე ეს უბრალოდ დაემთხვა და შემდეგ რომ 10 წლის განმავლობაში ერთ-იგივე პრობლემა მქონდა უკვე ბილეთები აღებული უკვე ჩაწერილი ექიმთან ასე შემდეგ და ეს რომ მოხდა ჩემი მეგობარი არის ჩემი ექიმი რომელმაც იცოდა ამ აპარატის შესახებ წაკითხული ჰქონდა იმიტომ რომ სამედიცინო სფეროში ექიმები მყავს ხოლმე ჩართული როგორც რაღაცა ვთქვათ რომ უფრო ძირფესვიანად გავიგო ხოლმე რაც მე თვითონ შეიძლება ვერ მივხვდე მან მითხრა რომ ესო იმდენად ძლიერი აღმდგენი არის კოლაგენის და ელასტინის ნუ ამ შემთხვევაში მოხდა მართლა საოცრება მოხდა ეს ისეთი რამ მოხდა რომელიც მე მადლობას ვუხდი თვითონ Red Touch-ს ხმამაღლა ვიძახი ნუ რა თქმა უნდა ეხა ეს ცოტა სასაცილოდ მიაჩნდათ პირველად რომ ჩავედი ავსტრიაში და არ არსებობსო მაგრამ თვითონ იმ პურის ექიმმა რომ გადაიღო და მათ ჩვენ დიდი მასა ეკრანზე ნახა ესე იყო პირდაპირ ეს საინტერესო არის არა ჩემი ამბავი უბრალოდ საინტერესო არის რომ ზუსტად ესეთი აპარატები დღევანდელი პროცედურები და ისეთი საცხები რომელიც კოლაგენს შეიცავენ და პეპტიდებს შეიცავენ რომელიც კოლაგენის და ელასტინის ბუნებრივ აღდგენაში ეხმარება ზუსტად ეს არის ახალგაზრდობის ერთ-ერთი საიდუმლო იმისათვის რომ ძალიან დიდხანს არ დავბერდეთ ამიტომ ნუ გვეშინია ქალბატონებს ხო ნამდვილად აი ხა ამ პერიოდში როდესაც ჩვენ მოგვიწია ცხოვრება სიბერე ესეთი გამოწვევა აღარ არის ნამდვილად აღარ არის იმიტომ რომ იმდენი საშუალება რომ ადამიანი კარგად გამოიყურებოდე მე პირადად არ მეშინია ხო აი აქ მინდა და მეკითხა ნინჩო რამდენად ემხრობი ბუნებრივად დაბერებას იცი რა არის ნუ ისეთი ქალები იყო ეხა მთელი ბავშვობა ჩემს წინ მე მთელი ახალგაზრდობა იმისთანა ქალებს უყურებდი მათ ხო ფაქტიურად არ ქონდა არაფერი გაკეთებული ხა ძველ ვარსკვლავებს ბებიებს იმებს მაგრამ ნუ ისინი იყვნენ და ისინი ალბათ ისეთ ტექნიკებს იყენებდნენ რაც ჩვენ დღეს უკვე ის ფუფუნებაც აღარ გვაქვს ჯერ ესეთი ეგეთი სუფთა გარემო აღარ არის ხა როდესაც ბებია ჩემ ცხოვრობდა და იმისი ბებია კიდევ არ იყო საჭირო ამდენი წმენდა და სახის მოვლა იმიტომ რომ თავისთავად ყველაფერი რასაც იღებდნენ არ იყო გაჯერებული ამდენი არასამავნე ნივთიერებით და ჩვენს დროში მე ვფიქრობ რომ საინტერესოა რა თქმა უნდა ვისაც ამის სურვილი აქვს რომ დაბერდეს ბუნებრივად და ამას შეუწყოს ხელი მხოლოდ ბუნებრივი მოვლით მაგრამ მე ვფიქრობ რომ თუ მომინდება არც იმაზე არ ვიტყვი უარს რომ დავუშვათ ერთ 10 წელში თუ შევხედავ რომ არსებობს რაღაც ისეთი კარგი პროცედურა პლასტიკური რომელმაც შეიძლება უფრო გამაახალგაზრდაოს მაგალითად აი დემი მურს რო უყურებ აღარ შემიძლია ამ ქალის ყურება დემი მური არის ჩემი აიკონი აი მართლა როგორ მინდა ასაკში ერთმანეთს უგზავნით რასაც დადებს და იმ მგონია რომ რა მოხდა ახლა ჩვენ 10 წელიწადში და 20 წელიწადში კიდე უფრო დაიხვეწება და უფრო კარგად განვითარდება თუმცა დღეს უკვე მართლა ისე განვითარდა აი იგივე აპარატები აი აბსოლუტურად ყველაფერი თავის მოლას რაც ეხება რომ მე მგონი 10 წელი არა 1-20 წლით გადაიდება კიდე ეს პლასტიკური ქირურგია რაღაც 70 წლის რო ვიქნებ კი შეიძლება მე ეგრე ვფიქრობ მაგ დროს უფრო მომინდება მგონი მეჩნია რომ როცა რაღაცა გინდა მაგალითად აი ეს გადასარევი აი კრის ჯენერი მაგალითად 70 წლის არის და გავს ხო და რატო მარტო იმიტომ კი არა რომ დაждდა და მართლა პლასტიკური ოპერაციები იკეთა იმიტომ რომ იმუშავა თავის თავზე იმიტომ რომ იყო მშრომის მოყვარე პროფესიონალი და ნუ ეგ ხალი საერთოდ ლეგენდაა. ხო, ნუ ბევრს არ მოწონს, ბევრს ურჩევნია რომ ბუნებრივად დაბერდეს და ის ნაოჭიც ურჩევნია და. სამაგეროთ შინაგანი ემოციებიც შვიდეც ეს ყველაფერი სილამაზეს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნუ ეს არის მთავარი. იმიტომაც აი მე სხვათა შორის ვემხრობი იმას რომ
სულ ერთადერთი რაც არ მომწონს და არც ჩემ თავზე მომწონს და არც სხვაზე, ანუ ვიღაცისთვის შეიძლება არ არის ეგრე, მაგრამ მე არ მიყვარს ძალიან გადაშაშებული სახე და როდესაც აი არაფერი არ უმოძრავებ და ეს არ მეც მიყვარს. არ მიყვარს. ზოგს მოწონს და გამიგე რომ ადამიანს აი უთქვავს რომ მე მიყვარს აი როდესაც აი არაფერი არ მომოძრავებ. ბოტოქს არ იკეთებ, ხო? იცი რა, გამიკეთებია ბევრჯერ და ბევრი წელი, მაგრამ ნუ ალბათ სადღაც 36-37 წლიდან დავიწყე. აი 40 უკაკუნებდი უკვე. და ესე აი იმასაც ესე ბეჯითად და ძალიან ხო, ანუ სისტემატიურად, რომელიც ვიკეთებ, კი. ქსეომინს, ხო. კი, სანამ ქსეომინი შემოვიდა და ჩვეულებრივად რეგულარული ბოტოქსი იყო, რომელიც უბრალოდ გეხმარება, რომ არ იყო მე სულ ვამბობ, რომ ბოტოქსი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროცედურა, შეუცვლელი, გიჟდები. იქ დისპორტია, ბოტოქსია, ყველას თავისი დანიშნულება. აი სულ თავიდან რომ დავიწყე ბოტოქსის გაკეთება, ალბათ 28 წლის ვიყავი და ну, არ ვიცი, მოკლედ ინგლისში გავიკეთე პირველად და ну, ბევრი ანუ ახალი პირველად რო გავიკეთე მაგიტო, ну, ბევრი მოვიდა და სახში მოვდივარ ორი კვირა გადის და მგონია რომ ვიცი მიმიკა არა მაგ. აი თვალები გაშტერებული, მაშინ ძალიან შემეშინდა, ხო. ან პირველად რო გავიკეთე, შეიძლება რაღაცა უცებ ძალიან დიდი რეაქცია მომცა და იმის მერე ძალიან ფრთხილად ვარ და აგერ ჩემი საყვარელი ნანა ჭითანავა ნატალიში იცის, რომ ძალიან მინიმალურად, მაგრამ წერტილები და ძალიან მომწონს ისე ზუსტად baby face, რასაც ვეძახით ხოლმე. მინიმალურად, მაგრამ ბოტოქსი უნდა გავიკეთო სულ, ძალიან. კი, დღეს მე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი ბუნება ვაქვს ქალბატონებს იმისათვის, რომ რა მარტო ქალბატონებს არა მამაკაცებსაც, რომ დღეს ესე თავს მოუაროთ. ხო. ნამდვილად. ნინჩო, ეხლა საუბრობ და ისეთი სიმშვიდე მოდის შენგან და ძალიან უცებ გამიჩნდა ესეთი კითხვა, რომ აი ამ ქაოსში, აი ოჯახი, საქმეები, სამსახური, მოკლედ ძალიან ბევრი გადატვირთული დღეები და როგორ ინარჩუნებ აი ამ სიმშვიდეს? პრობლემას, სიტუაციაზე თუ სიმშვიდეზე მივიდა საქმე, ყოველთვის ვეძებ ხოლმე პრობლემის გადაჭრის გზებს და არ მიყვარს პრობლემაში ჩარჩენა. თითქმის არც ერთ პრობლემას არ აქვს ის ბოლო, რაც ჩვენ თავიდან გგონია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა ნებისმიერი ახალგაზრდისთვის თუ ჩემი ასაკის ადამიანისთვის, რომ პრობლემას არ უნდა შეხედოს როგორც რაღაც დასასრულს, პირიქით, ყველა პრობლემას თუ მიუდგები მეორე მხრიდან, გადაჭრის გზები. შეიძლება ეს მეხმარება, რომ ვიცი უკვე როგორ უნდა გავამკლავდე პრობლემას. მეორეც ერთი კიდე რაღაც უნივერსიტეტში ახლა რო წავიდე და ვსწავლობდე, პირველ რიგში ვისწავლიდი დროის მართვას და აი ამ time management-ს ავიღებდი კურსს ისევ, იმიტომ რომ ეს დროს თუ კარგად მართავ, მგონია რომ ბევრ რაღაცაში ასევე ხარ მშვიდად, იმიტომ რომ აი ფორი აქ რასაც იწოს, რომ იმას ვერ ვასწრებ, ამას ვერ ვასწრებ, ეს ძალიან გაკლებს ადამიანს სიმშვიდეს და ბოლო რაც მინდა ვთქვა, რომ სადამდეც მოვედით, ახლა მე 50 წლამდე შენ ასაკამდე ნატალი აგერ 55-ის თითქმის, ხო, აი რა ხდება ყოველდღიურად უფრო მნიშვნელოვანი იცი, ჩვენი ენერგია. აი ხო არის რომ რაღაც ადამიანები ამბობენ რომ არ ელევა ადამიანს რესურსი რომ აკეთოს ისიც იმასაც აკეთებს ამასაც რა არის ეს აი ხო რა და ეს არის ნამდვილად ენერგია არსებობს როგორც რაღაცა სხეული. აი ენერგია არის როგორც ეს სული შენს სხეულში, რომელსაც ასე თუ ისე რაღაცნაირად ისე იყენებ უსაზღვროდ რაღაცა წლებამდე და აი რაღაცა პერიოდის მერე უკვე ხვდები რომ იმდენი აღარ აგაკ რომ დილასაც 7 საათზე გაიღვიძო და ეს ყოფე ჩაიტრო მე ივარჯიშო მე წახვიდე ერთ სამსახურში მეორე სამსახურში მაღალ სიხშირეზე უნდა დაიჭირო ეს ენერგია და გეჭიროს მაგრამ ნუ ყოველთვის ვერ ახერხებ რომ მაგრამ რაღაცა იმის მერე რომ იტყვიან ხოლმე მე ხა უკვე აღარ შემიძლია არ წარმომედგინა რომ ოდესმე ვიტყოდი ხა ჩემ ცხოვრებაში რომ სადმე აღარ წავალ მაგრამ აი ძალიან ვცდილობ რომ ხამე მივიდე ადრე და დავისვენო ასე ვთქვათ საღამოს ირა ანდრონიკაშვილის რჩევა იყო ერთხელ მახსოვს ერთად ვიყავით ტელევიზიაში ხო და თქვა რომ რა გეხმარებათ რომ კითხეს იმ წამს ვთქვა რომ აი შუა დღის ძილი აი რაღაც 1 საათიანი ძილი აი ყოველას თავისი იმის უნდა იპოვოს მე მგონი. ნუ არიან ადამიანები რომელსაც არასდროს არ ელევათ ეს ენერგია და 90 წლამდე აქვთ. მაგრამ რაღაც პერიოდის მერე მე მგონი მაინც სადღაც ალბათ ეს ძილიც აუცილებელია, თორემ მე მაგალითად ის 7-8 საათიც მენენება.
ჩემთვის ძილი არის ზუსტად ხო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოუძინებელი თუ არ ძალიან უნარო და აი რესურსი არ მაქვს არაფრის, რა ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგას ვამბობ, ყველა ადამიანი აბსოლუტურად რამდენიც ვართ, იმდენი გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური საჭიროებები, მოთხოვნილებები და ასევე ინდივიდუალურია თავის მოვლა. აი ზუსტად მაგას ვამბობდი, შემდეგი ეს იყო, რომ ყველას არ შეიძლება ერთი რაღაც მოუხდეს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეს მცდელობები, აი გასინჯვა რაღაცეების, ძალიან მაინტერესებს ეგ ყოველთვის და არ ვამბობ ხოლმე უარს, ხო, აი ჯერ იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ახალი შემოდის ყოველდღიურად ვითარდება და ექსპერიმენტები რა თქმა უნდა ძალიან. აი რა ექსპერიმენტები გააკეთე, ბოლოს რა მოგეწონა, აბა გითხარი. ბოლოს სხვათა შორის ესეთი დიდი ექსპერიმენტი არაფერი არ გამიკეთებია, მაგრამ მე ვიყავი თქვენთან მოსული და გავიკეთეთ ძალიან საინტერესო პროცედურა, რომელიც ისე მომეწონა, კი აღარ მახსოვს კარგად რა ერქვა, მაგრამ როგორი პროცედურა იყო და აპარატით ესეთი რკინებით მიკეთებდა გადაღებულიც მაქვს, ძალიან კარგი. არა, ეს პროცედურა არის, რომელშიც სპეციალურად შევარდი რომელიც სპეციალური მასაჟორის მეშვეობით ხდება იმისათვის, რომ სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს და მოხდეს აი ხა ცოტა ხუთი იყო. არა, ის კიდე სხვა არის. მე რატო არ ვიცი ეს პროცედურა. ხო, ხედავ, ისე შევედი ნატალიში გამოვედი, რომ სახელით ვერ დავიმახსოვრე წესით, მაგრამ ისე კარგად გამიკეთა იმ ქალმა და ის იმდენი რაღაცა მელაპარაკა თან ეს აღადგენს მას რა ქვია, აი მოშვებულ კანს. სისხლის მიმოქცევისათვის სხვადასხვა პროცედურებს, სხვადასხვა თავისი ყველა პროცედურას აქვს ესეთი თავისი მიმართულება და გამოიყენება იმ დროს აი ეს თქვენ რაც ახსენეთ. კი, ხა მიწევს ზუსტად მეორეჯერ მისვლა და უკვე ძირფესვიანად გავარკვევ რა ერქვა და ყოფილი ისიც სასიამოვნო იყო, რომ ფაქტურად მეძინა ნახევარი. ხო, ნახეთ დღევანდელ მედიცინაშიც უკვე და ესთეტიკაში რა ძალიან მნიშვნელოვანია თემა, რომ ეს იყოს ყველაფერი რელაქსი და არ იყოს მტკივნეული. ნახეთ, ტკივილი უკვე ასოცირდება არაჯამრთელ იმასთან რა, აი ადრე არაჯამრთელ პროცედურასთან. მე მეშინია ტკივილი. აი ადრე მაგალითად ნახეთ, არა, ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე ლაზერიც აი ლაზერი რომ ტკივნეული იყო და არა უშავს, იმიტომ რომ ტკივნეულია. თუ გინდ ნემსით, მიხვდით, დღეს უკვე ტრამვა არის დღევანდელ დღეს ეს უკვე ყველაფერი არის ტრამვა. მაქსიმალურად ვეყნობით იმას, რომ და ეყნობა უკვე მსოფლიო იქით მივდივართ, რომ ეს იყოს არამტკივნეული, უმტკივნეულო, იმიტომ რომ ისედაც ბევრი სტრესი აქვს ადამიანს და თავის მოვლასთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა იყოს ესე რელაქსი დასვენება და გამოსვლა სტრესიდან. ამიტომ ყველა პროცედურას აქვს ჩადებული არის მისალმებაც კი იწყება მაგალითად ამ ჩვენს პროცედურებში, აი მაგალითად კირეის მეთოდი არის ესეთი, ანუ არაფერი განსხვავებული, უბრალოდ სპეციალური ესეთი ზეთით რომ ადამიანმა არ იგრძნოს არანაირი სტრესი. ჯერ იგრძნოს, რომ ის უკვე არის და იმშვიდებს და ასე შემდეგ. ხო, ყველაფერი სილამაზეც უკვე არაერთხელ მითქვია, შინაგანი სილამაზე ემოციებზე არის ყველაფერი დაყრდნობილი. ხო, რაც არ უნდა ჩვენ პროცედურები ვიკეთოთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, თუ შინაგანად არ სიმშვიდე არ გვექნება და სხვანაირად ვერც სილამაზე ვერაფერს ვერაფერი ვერ იქნება. და ასევე ფიზიკური დატვირთვა. ნინჩა, მე მახსოვს შენი ბლოგი 40+, სადაც თუ არ ვწდები, შენ გქონდა რაღაც დღეები, რომ 40 დღე აკეთებდი არა 24 საათი თუ 72 საათი შიმშილს. მარტო წყალზე არის ჩემი საყვარელი. აი მაგაზეც გითხარი, აბა. ესე იგი, დღესდღეობით ახლა აი ამ წუთებში მაგალითად უფრო კალორი დეფიციტურ მიმართულებას მივყვები და ძალიან ყველა მივდივართ მაგამდე რომ კალორიული დეფიციტი არის მთავარი. დოზებით კვება არის პირველი, სხვათა შორის შოთი არ ველაძემ მასწავლა ეგ და სულ მაინტერესებდა რომ ნეტა როგორ ახერხებს და სულ არ გამომდიოდა და სულ მშურდა შოთისი რომ სულ მეუბნებოდა აი ძალიან ცოტა შიერი ადექი არ შეიძლება ესე რომ შიერი ადექი რას ნიშნავს ახლა დავჯექი საჭმელად და შიერი ადექი მაგრამ მართალია აი
არ უნდა დანაყრდა, ეგ არის ალბათ ერთ-ერთი პირველი, რასაც ამ ბლოგში ხშირად ვწერდი მე 40+-ში. 40+-ში ყველაზე ძალიან დიდი ჩემი мотивация იყო ის, რომ იყო პანდემია და ძალიან ყველა გასუქდა. გოგოები გავსუქდით რაღაც უაზრო ჭამისგან. მაშინ დავიწყე ვარჯიშიც და კალორიული დეფიციტით. ხო და ზუსტად მაგ პერიოდში რომ ეს ხდება, რომ მივხვდი რომ სახში ხარ და სულ რაღაცის ჭამა გიწევს, დავიწყე ეს ბლოგი და შიმშილები მივყევი ამას ძალიან ანუ ამას უნდა შესწავლა. შიმშილი პირდაპირ არავისთვის არ შეიძლება და არავისთვის არ არის კარგი. პატარ-პატარა დაწყებებით შიმშილის დაუშვათ რაღაცა საათები 12 საათიც რო იყო 12-ზე, ეგეც კარგი ვერსია დამწყებისთვის, მაგრამ მე მერე გავზარდე და ბოლოს 85 საათამდეც ავედი. და ძალიან სიამოვნებს შიმშილის შეგრძნება ის არ ახალი არის. კვლევებით ვკითხულობდი რამდენიმე დღის წინ, რომ იმუნურ სისტემას აი თუ რესტარტს უკეთებს 72 საათიანი შიმშილი. და ხო, შეიძლება ალბათ წელიწადში მარტო ორჯერ. 72 საათი ბევრია. შეიძლება 48 საათი გააკეთო თვეში და 3 თვეში ერთხელ. ნუ დანარჩენი 36 საათიანი შიმშილი ძალიან მარტივია. დღეს 4 საათზე რო ვჭამე, სიტყვაზე ან 6 საათზე, ხვალ არ ვჭამ. თლელი დღე და მე როცა ვჭამ, სადღაც 40 საათი უკვე გასული. აი მარტივია ძალიან. ხალხს გონია რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და გული წამივა და ამ დროს მეორე დღიდან ჩიტივით ხარ, აი ფრთები გაგლია და რესტარტი ხდება. რამდენად ხშირად ვარჯიშობ? აი ყოველ დღე თუ ვარჯიშობ? ყოველ მეორე დღეს ვარჯიშობ. ანუ შეიძლება კვირაში 4-ჯერ მომიწიოს, შეიძლება კვირაში 3-ჯერ. ნუ გააჩნია როგორ არის, მაგრამ როგორც სამსახურში, ისე უნდა წახვიდე პირველ რიგში დარბაზში ან ფეხით სასიარულოდ, ან საცურაოდ. სახლის პირობებშიც თავისუფლად შეიძლება. და X დარბაზით შეიძლება რომ იყოს შენი სახლის პირობებში. მე მაგალითად კი, როდესაც დრო არ მაქვს, რა თქმა უნდა, სახლში ვარჯიშობ და იმ შენ სავარჯიშო სივრცეს სჭირდება ზუსტად ისეთი ადგილი, რამხელად შენ თვითონ ხარ, არაფერი მეტი არ სჭირდება. რა რჩევას მიიცემდით ჩვენს მაყურებელს? ჩვენ მაყურებელს ვურჩევ, რომ ის ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრეთ და ყოველდღიურ მოვლაზე იქნება ეს ლაპარაკი თუ თვეში ერთ პროცედურაზე თუ ვარჯიშზე, სეირნობაზე თუ ნებისმიერ იმ დისციპლინაზე, რომელსაც საკუთარ თავს ვაძლევთ უფლებას და ვუვლით ჩვენს თავს, ეს ყველაფერი აკეთონ სიყვარულით. იმიტომ რომ აი რო გიყვარს იმის კეთება და უშუალოდ დილას რო გაიღვიძებ და სიხარულით რო შედიხარ აბაზანაში და გამოდიხარ და ამას სიხარულით იკეთებ, აი სიყვარულით იკეთებ, უფრო ბევრი დიდი ეფექტი აქვს და სხვათა შორის მე მყავს ჩემი მასწავლებელი პილატესის ძალიან ბრძენი ქალია მატინა, რომელიც ყოველ წუთში მახსენებს იფიქრე კუნძზე და იფიქრე რომ ეს კუნძი ძალიან გიყვარს და ძალიან მოგწონს და უკვე ძალიან ლამაზი ხელები გაქვს, ძალიან ლამაზი ფეხები გაქვს. აი ამაზე იფიქრე რომ როცა ვარჯიშობ, იმიტომ რომ დანარჩენს თუ ამას მთელ გულს არდებ და არ აკეთებ სიყვარულით, არაფერს აზრი არ აქვს. ამიტომ სიყვარული აი აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ძალიან დიდი ნინჩოსთვის საჩუქარი გვაქვს აუცილებლად. აუცილებლად. რა არის თუ გინდა შენ თქვი რა? როგორ მიხარია კოლაგენის, იმიტომ გამოვკითხე ყველაფერი. ეს არის კოლაგენის ამპულები. ნინიკო, სადაც 10 დღე არის ეს ყოველდღიურად ამპულას. შენს რუტინას უნდა რუტინას შემატო, არაჩვეულებრივი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამეხარდა. კარგად გავერკვევი ჩემი რუტინის ამბავში. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. თქვენ უყურებდით Beauty Talks, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube გვერდი და დაელოდოთ ახალ საინტერესო ეპიზოდებს.